გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ არჩილ კიკოძის ომის შესახებ, რომელიც სულ ახლახან წავიკითხე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომეწონა, თუმცა კითხვის მომენტებში ცოტა ნერვები მეშლებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი, რომელიც მოთხრობილი არის ამ ნაწარმოებში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძალიან ნაცნობი არის და თან ახლა ხდება და სულ ახლანდელი და ცხელ-ცხელი ამბები არის მოთხრობილი და დანახული სხვადასხვა პერსონაჟების თვალებიდან, მაინც ძალიან ნერვების მომშლელი არის იმდენად, რამდენადაც აი რაღაცნაირად ღია ჭრილობებზე მარილის მოყრას გავს და ან რაღაც თითების ტიტყნას ამ ჭრილობაში, იმიტომ რომ გვახსენებს კიდევ ერთხელ თუ აი რა საშინელებაში ვცხოვრობთ რეალურად. ერთი რაც მინდა აღვნიშნო, მე მეგონა, რომ ეს იქნებოდა 90-იანებზე და აფხაზეთზე რაღაცნაირად ამან ესეთი ვაიბი წამოიღო ამ ყდამ და თავისთავად სათაურის. ესეთია, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ბოლო რამდენიმე წელში და აი ამ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში არსებული საქართველოს და არსებული რეალობის შესახებ მოყოლილი ამბები არის, რომელშიც რამდენიმე პერსონაჟი ერთმანეთში საუბრობს, რაღაცეებს იხსენებენ, თავიანთ მოსაზრებებს და შეფასებებს აი ამ მოვლენების შესახებ, ან წარსული მოვლენების შესახებ გვიზიარებენ და აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, ვიგებთ და ვიხსენებთ თუ რა საშინელ კულტურაში, მენტალიტეტსა და მიმდინარე ისტორიაში ვცხოვრობთ, რა გვაქვს გამოვლილი, რაში ვცხოვრობთ და სამწუხაროდ რა გველოდება საბოლოო ჯამში. და ჩემი აზრით ეს სათაური ომი რაღაცნაირად ზუსტად აი ამას გვეუბნება რა. აქ კი არის ერთი მომენტი, როდესაც ისამბობს ჩვენ ომში ვართ და ეს თითქოს მინიშნება იმაზე, რომ დამპყრობელთან ომზე იგულისხმება, რაც გასაგები არის, კი ამასაც ვეთანხმები თავისთავად, ამის თქმა უნდა და ალბათ ავტორს, მაგრამ მე რა შთაბეჭდილებას დამრჩა არის აი ის, რომ ჩვენი ყოფა ზოგადად აი ამ პერიოდში მუდმივად ვიმყოფებით ყველა სახის ომში, მორალურ ომში, ეკონომიკურ ომში, კლასობრივ ომში, მენტალიტეტურ ომში, ხო, იქ იმიტომ რომ აქ არის მაგალითად ვიღაცა ავაზაკი ტიპი, რომელსაც რაღაცა მენტალიტეტური და ეს ქუჩის თემები აქვს, იქ დეპუტატი არის, რომელსაც მორალური დილემები აქვს, მწერალი არის, რომელიც ამ ყველაფერს აღწერს, ახალგაზრდები შემოდიან, რომლებიც თაობებთან პატარ-პატარა ეპიზოდები არის, მაგრამ თაობებთან ამ ომში არიან მუდმივად, მაგრამ თან ყველანი ერთად ჩაბმული ვართ აი ამ დიდ ომში, რომელიც გადარჩენას ემსახურება რა, რომ გადარჩენისთვის ვიბრძვით, არსებობისთვის ვიბრძვით, მთელი ერი და ჩვენი კულტურა. ეს წიგნი გვახსენებს აი ამას იმ კონტექსტში, რომ რამდენად უბედურები ვართ რა რეალურად რა აი ამ ყველაფერთან მიმართებაში, ჩვენი თავის უბედურები ვართ. ქართველები. საბოლოო ჯამში ამ თემაში არის ის, რომ ეს ომი, რომელიც მუდმივად გვაქვს შინაგანი, გარეგანი, გარემტრების, შიდამტრების, ერთმანეთის მტრობის და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მუდმივად გრძელდება, არ მთავრდება, ვერ ვსწავლობთ ვერაფერზე და აი ეს არის რაღაცნაირად ნერვების მომშლელი და ეს ყველაფერი ძალიან კარგად და ხატოვნად მიუხედავად იმისა, რომ იდეაში თითქოს გადაღეჭილი თემა არის რაღაცნაირად ქართულ ლიტერატურაში, არჩილ კიკოძე მაინც ახერხებს, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად მოყვეს. ერთ-ერთი რევიუ, რომელიც წავიკითხე სტორიგრაფზე ამ წიგნთან დაკავშირებით, სხვა რევიუები არ წამიკითხავს. იქ ეწერა, რომ ძალიან სამწუხარო არისო, რომ სახელებს და გვარებსო არ ამბობსო, კიო ადვილი გამოცნობადი არისო, ვიღაცეებიო და იქ შეიძლება დეპუტატიც ამოიცნო, ავაზაკიც ამოიცნო, ვიღაცა კოლეგები, პოლიტიკოსები იქ არის, ხატვარი, რომელმაც პუტჩი მოაწყო და ქვეყანა დაანგრია, ამას ეგრევე ყველა ამოიცნობს, ვიზი არის ლაპარაკი, მაგრამ აიო დანარჩენებსო რომ არა სახელებსო და ესე ანონიმურობას უნარჩუნებს, თითქოს ეს ცუდია, იმიტომ რომ გაივლის წლები ვიღაცებს რაღაცა აღარ ემახსოვრებათ და შეიძლება კიდევ ერთხელ დაგვაუწყდეს ის, რომ აი ეს ადამიანები, რომლებიცაც ბედი, ჩვენი ბედი იყო დამოკიდებული, ესეთ რაღაცებს აკეთებდნენ და რაღაცა აბსტრაქციად იქცესო და მე სიმართლე რომ გითხრათ, ამან არ საერთოდ არ შემაწუხა ის, რომ არ იყო დასახელებული კონკრეტული ადამიანები და მოხსენიებულია ვიღაცები, როგორც ავაზაკი, მხატვარი, დეპუტატი, პოლიციელი, ვიღაცა ესეთი ტიპები რა.
ხო და არანაირად არ შევუწეხები ვარ ამას, იმიტომ რომ პირიქით მგონია რომ ეს ზუსტად ასახავს იმას, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ სახელდაგვარებს რეალურად. თავისთავად ცხადია, ხო, ვიღაცეებს აქვს თავიანთი რაღაცა კონკრეტული დანაშაულები, რომელიც ერის და ისტორიის წინაშე ჩაუდენიათ ხატვარს მაგალითად ამ შემთხვევაში რომელიც მოხსენიებული არის ამ წიგნში, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს რაღაცა კოლექტიური ომი, რომელშიც ყველანი ერთად ვართ ჩაბმული, არანაირად არ ცვლის კონტექსტი არ შეიცვლება იქიდან გამომდინარე თუ კონკრეტულ ადამიანს დაასახელებს სახელი და გვარით თუ არ დაასახელებ რა. საბოლოო ჯამში ეს უსახელობაც ალბათ იმაზე მინიშნება არის, რომ ზოგადი პრობლემა არის ეს ჩვენი როგორც ერის და როგორც ეროვნული მენტალიტეტის და ეროვნული იმისი რა ქვია განწყობის და წყობის მენტალიტეტური წყობისა. თან ეხას იმდენად რამდენადაც ვიღაცეები, აი მაგალითად იქ ვიღაცა წერდა რომ ძალიან ადვილად ამოვიცანიო ეს ავაზაკიცო და ეს დეპუტატიო, იქ რაღაცა ვარაუდები მე კი მქონდა ავაზაკთან დაკავშირებითაც და მაგალითად ამ დეპუტატთან დაკავშირებითაც, მაგრამ აღარ ჩავძიები ვარ ამას, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ადვილად რომ ვერ მივხვდი კონკრეტულად ვინ იყო, აღარც დამიწყია ამაზე მარჩიელობა რა, გადავწყვიტე რომ მეთქი ამას მნიშვნელობა არ აქვს, მოდი ეხლა მე წავიკითხავ ამ წიგნს და გავაგრძელე კითხვა და ამას საერთოდ არ შევუწუხები ვარ, არც როგორც ინფორმაციის ნაკლებობას და არც როგორც რაღაცა განაცხადს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა უნდა ამხილო რა. ხო და შესაბამისად მაგ რევიუს არ დავეთანხმები და დანარჩენზე ეხლა უკვე მოგახსენეთ რომ ეს ყველაფერი მე მგონია რომ ეს იქნება წიგნი რომელსაც თაობები წაიკითხავენ მომდევნო 10, 20, 30 წლის შემდეგაც და ეს ძალიან კარგი შეიძლება უფრო მეტი წლის შემდეგაც და ჩემი აზრით ძალიან კარგი წიგნი იქნება იმისთვის რომ აი როგორც 90-იანი წლების ავტორები და მწერლები აღწერდნენ ხოლმე მაშინდელ ყოფა ცხოვრებას და კარგად აგვაქვს შემონახული აი ეს ემოციური ფონი რომელიც ადამიანებში და ადამიანურ ურთიერთობებში იყო მაშინდელი, არა მარტო რაღაცა უბრალოდ ესეთი მხატვრული გარემო და რაღაცა სამყარო კი როგორც სამყარო ესე კი არა გვაქვს მაშინდელი ეპოქა შემონახული 90-იანებისა, არამედ ის ემოციებიც გვაქვს ნებისმიერი წიგნი 90-იანებზე რომ დაждდა და წაიკითხო, ყველაფერს გაგახსენებს, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან ნაცნობი იქნება, როგორც მაგალითად ვიზუალურად, როდესაც მწერალი აღწერს, ისევე ემოციურად რა, იმიტომ რომ ზუსტად იცი რას გულისხმობს იმ ემოციაში, იმ ტკივილში, შიშში, სიცივეში, შიმშილში, ნერვების მოშლაში, ნერვოზში თუ ნებისმიერ თემაში, რომელიც იმ წიგნში ამოიკითხავ. და აი ეს არის ეგეთ აი მაგის გაგრძელება არის რა, მაგ მხრივ აი ამ ეპოქას და ამ ჟამს, რომელიც ეხა გვიდგას ქართველებს, ამასაც ძალიან კარგად აღწერს და განსაკუთრებით აღწერს აი იმ ემოციას, იმ ადამიანურ ურთიერთობებს, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას, ხედვებს და მიდგომებს, რომლებიც განაპირობებს მერე რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ წინ, ან შეიძლება სულ უკან მიუბრუნდეთ და წრეზე დავტრიალდეთ კი ბატონო. ხო და მოკლედ ამ ხრივაც როგორც ამბავი, როგორც ემოციური გადმოცემა და ემოციური მემატიანე და როგორც განაცხადი იმისა, რომ ქართველები ომში ვართ და ამ ომზე და ამ შეცდომებზე უნდა უკეთესად ვიფიქროთ, ყველაფერს ამას ეს გვახსენებს. თავისთავად ცხადია, ეხლა რაღაც მომენტში შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ნუ კაი, გავიგეთ, ყველა ამაზე ლაპარაკობს, ეს თემა მუდმივად აქტუალურია, მაგრამ არ არის ეს თემა მუდმივად აქტუალური, იმიტომ რომ 10 წლის მერე რომ გამოიხედავ და ამ წიგნს რომ წაიკითხავ და რომ გაგახსენდება, რომ 10 წლის წინაც ამ თემაზე ვლაპარაკობდით და იგივე მიდგომები იყო და იგივე ყველაფერი იყო, რაღაცნაირად იქნებ მერე მაინც მივხვდეთ, იმიტომ რომ ბოლო 35 წელიწადი არის, ხო ვერ მივხვდით იმას, რომ ამ წიგნში რაც წერია, ისეთი რაღაცეები არ უნდა ვაკეთო.
გავაკეთოთ, როგორც ერმა და როგორც სოციუმმა. ხო და იქნება 10 წლის მერე რომ მოიხედავს ვიღაცა და ამას რო წაიკითხავს და დღევანდელ მაშინდელ დროებას რო შეადარებს დღევანდელ დროებას, იქნება მაშინ რაღაცა მოხდეს გადატეხა. იმიტომ რომ აღარ ვიცი უკვე აი ეს მაგიტომ მომიშალა ამ წიგნმა ნერვები, რომ კიდევ ერთხელ გამახსენა ის რომ აი ამ რაღაცა წრეზე თუ წრფეზე თუ რაღაცა რეილსებზე ვდგავართ და სადღაც მივდივართ, ისე რომ ვერ გაგვიგია სად მივდივართ და რას ვაკეთებ და რა გვინდა საერთოდ რა. ხო და მოკლედ აუცილებლად წაიკითხეთ. ჩემი აზრით ძალიან კარგი წიგნია. შესანიშნავი იუმორი, ტექნიკურად და ესე იგი წერლის ტექნიკის თვალსაზრისით ფანტასტიკურად არის შესრულებული, ძალიან კარგი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ნიმუშიარი, რომელზეც ხშირად მესმის ხოლმე ადამიანებისგან რომ თითქოს საქართველოში კარგი ლიტერატურა არ იქნება თანამედროვე, ეს არის ტყუილი, ის ადამიანები რომლებიც ამას ამბობენ, ქართულ ლიტერატურას არ იცნობენ, განსაკუთრებით თანამედროვეს. ამიტომ წაიკითხეთ ეს და მიხვდებით რომ საქართველოში მართლაც იწერება კარგი წიგნები და კარგი ლიტერატურა. My God, bro.